ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, რა უჩვეულოდ გამოიყურებით, როგორ გრძნობთ თავს? კარგად, მაგრამ ცოტა მიჭერს. რა არის ეს გვერდებზე რომ მიმოძრავებს? ეს თქვენი ყურებია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ. ელფ დობის გავხართ. აბა შეხედეთ. ღმერთო ჩემო, ვინ არის ეს? Дарио Фо, эта пьеса, это сатира на Берлускони. Это как бы ორიგინალი გახლავთ დარიო ფოს სატირა ბერლუსკონისა. ეს მინდა იტალიური ნაწარმოებია. პუტინი იქ მეორე ხარისხოვანია და მას პიესის დასაწყისში კლავენ. ჩვენთან პირიქით დასაწყისში კლავენ ბერლუსკონის. ორი მეგობარი შეერთეს და გამოვიდა ბერლუს И პუტინი. очень много проявлений, поступков в политике и в жизни. ბერლუსკონისა და პუტინის ქცევაში, ცხოვრებასა და პოლიტიკაში ძალიან ბევრი მსგავსებაა. საჭირო გახდა მთელი იმ მასალების შესწავლა, რაც ჩვენი პრემიერ-მინისტრის მაკომპრომიტირებელ თუ მაამებელ ასპექტებს შეიცავს. მომიწია ამის გაანალიზება, მომიწია ამ პიესის ხელახლა დაწერა და რუსეთის რეალობასთან მისი ადაპტირება. Эту пьесу переписать после перевода, адаптировав ее к русской реальности. რატომ არ აჩვენებთ მეფეს ტრუსებში? მოიცადეთ. ტრუსებში მისჩვენებას არ ვაპირებთ, რადგან მას თვითონ უყვარს თავისი მამაკაცური ტორსის დემონსტრირება. Берлускони и у Путина у них очень похожий комплекс. ბერლუსკონის და პუტინს მსგავსი კომპლექსი აქვთ. ესაა მინდა ახალგაზრდა მაღალი ვიყო. ბერლუსკონიმ თმის ტრანსპლანტაცია გაიგეთა, ვინაიდან მელოდება და ამის გამო მთელი იტალია დასცინის. პუტინი ბოტოქს ხმარობს გასაახალგაზრდავებლად. ორივე თავთავიან სტილში აკეთებს ამას და ჩვენ ამას ვათამაშებთ სპექტაკლში. Там Берлускони постоянно находится под какими-то уголовными делами, да? Вот. ბერლუსკონის მიმართ გამუდმებით რაღაც სისხლის სამართლის საქმეები აღწრული. პუტინის მიმართაც იყო აღწრული სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც ნახევარ წელს გასტანა მისი პრეზიდენტობის დროს. ეს საქმე დახურეს იმ მოტივით, რომ თითქოს არ შეიძლება პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღწრული. რატომღაც ვივიწყებთ, რატომ დარჩა 90-იანი წლების დამდეგს პერესტროიკის შემდეგ დამშეული პეტერბურგი სურსათის გარეშე. ბერლუსკონიც მუდმივად თავს აღწევს სისხლის სამართლის პასუხისგებას. И у Берлускони тоже как бы вот это вот ускользание от уголовной ответственности постоянно идет. შესანიშნავად გრძნობ თავს. მარტო ყურები მედება ლოყებზე, მაგრამ ისე კარგად ვარ. უბრალოდ ბოტოქსმა გამოჟონა და ჩემი სახე ელფ დობისას დაემსგავსა. У нас история похожая, ну, как бы структура. სიუჟეტი მსგავსია, შევინარჩუნეთ დარიო ფოს პიესის სტრუქტურა, მაგრამ საქმე არ გვაქვს იმავე პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც იტალიაში ხდებოდა, მაგრამ მოვლენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვინაიდან ორი ლიდერი ტყუილად არ არის ერთმანეთის ახლო მეგობარი. პიესა არ უნდა ჩამორჩებოდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროა მისი ყოველდღე განახლება. От того, что в стране происходит, да, то есть он должен обновляться каждый день.